ის მერე რაც სტალინის ძეგლი აიღეთ მოედნი. პირადად თქვენ აქ ჩამოგესურვებოდი. კონსტიტუციაში როწერილი იყო საპარლამენტო ქალაქი გორი. სიტყვაზე ვიტყვი რა. მაშინ სადმე შეგრებული იყო პარლამენტი ერთი მითხარით. ორში სად იყავით მე რა თქმა უნდა ერთი კაცი უნდა გინახეთ თქვენ აქ. რომელ სფეროში მიაღწია წარმატებას მითხარით ერთი ქარხანა მაინც ააშენეთ კაცრავად იქნებ ამ ცვლილებას მე დავამთავრე უკვე უბრალოდ ნამუსის კარგი საქონელია თქვენ წასული დრო დიდი ხანია მოვიდა გორის სოფელი როდამდე უნდა იყოს გორის ქალაქის სტატუსი არ არის აი ეს იმუშავე და ამაზე იმუშავე სოფელი როდამდე უნდა იყოს ქალაქი ბატონ არა ჯერ ბატონს რევანტე შეგრებაზე დაყენებ საკითხებს უნდა იყოს თუ არა ქუთაისში პარლამენტის შენობა და იქ უნდა მივირავე ოსტოდები თბილისში ესა ორჯერ ორი არის 4 საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი საქართველოს არ არის დიდი ქალაქი საქართველოს დიდი ქალაქი არის პატარა ნინო ჩამოვიდა როგორც პარლამენტის შენობა ასევე ყველა სამთავრობო დაწესებულებები უნდა იყოს დედაქალაქში მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც დასავლეთ საქართველოს არც ქუთაისს ეს აი თქვენი ხელისუფლების მიერ არის სპეციალურად სცენარი დადგმული ხელოვნურად რათა თქვენ უკმაყოფილება გამოიწვიოთ ხალხს შორის დედაქალაქში უნდა იყოს დანარჩენი რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შეკვეცის შესახებ დღევანდელი პარლამენტის უმცირესობის მიერ მიღებული აი ეს გადაწყვეტილება და განხილვის საგნად ქცეული ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი იმიტომ არის სამართლიანი რომ დღესაც ჩვენ ქართულ ხალხს გვაქვს ერთ კაცზე მორგებული ხელისუფლება ერთ კაცზე ესე იგი პრეზიდენტს უნდა აი პრეზიდენტმა მე გეკითხებით თქვენ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი როგორ უნდა დაიხოს როცა უნდა მაშინ უნდა დაიხოს ხო და უნდა დანიშნოს ახალი მთავრობა და ახალ მთავრობას უნდა დაანიშნოს ის ახალ მთავრობას არჩევნები უნდა ჩაატარებინოს ეს ხო სიცოცხლეა მართლა გორელები თქვენ უსწავლეთ ხალხს გვარგონია იგი ერთი რამე უნდა გითხრათ რა თქვენ ბატონო მინაჩვენე თქვენ განაცხადეთ ეხლა რომ პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა 2000 წლის 12 წლის ოქტომბერში არჩევნების დროს დასავალავად ქონდა თქვენ გზა ხალხი ისე იყო აღელვებული თქვენა დარაცხსაც ვერ დანიშნავდით მაშინ თქვენი უფლებებით ძალიანად საქართველოს მოსახლეობას ხელში ამოუყვანეთ ხალხო მე მინდა ვისაგებო კიდე ერთი გიდა ვთქვა რა თქვენ ბატონო მინაშვილი ბატონო დარჩიაშვილი ბატონო ციკლაური განცხადებთ რომ ვაკეთებ ქართული ხალხის საკითხი უნდა პარაკოთ ხალხო დღესაც გაიგეთ სოფლის ხალხის სულსა გაფავს გლეხი გლეხს აღარაგა ინტელიგენტს აღარაგა მუშას აღარაგა ხალხის სულსა გავდა ქართული ხალხის ერითა ლაპარაკობ თქვენებად არაკაც ბაკის უფლება თქვენ ერთი კიდე ყოველდღიურად დადეთ 1873 წელს გაიხსნა კიდე გზავა 65-60-ში არ გახსნილა შემჭირია იცის გორმა ყველაფერი არის მაგრამ პრობლემებია მე სულად ვიზერებ ბატონის მამას შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამები თბილისში არის ეს თავმოყრილი დიპლომატიური კორპუსი, საელჩოები, ყველა სამინისტრო და ეფექტური იყოს და თავსებადი ერთმანეთთან ქვეყნის პარლამენტის და მთავრობის მუშაობა ეს იქნება ქვეყნისთვის ადვილადებითი შედეგი. მე ერთ მამაძეს დამაცეთ ერთუთ თქვენ ბატონო ცენტრალურ მოსახლეობას პარლამენტის უმცირესობას ქონდათ ასეთი სლოგანი გახსოვთ ძალიან საქმე ლაპარაკის მასով დღეს ძალიან კარგად მოგერგებოთ ეს სლოგანი ფუჭის ზიარონი და აკეთიკით ფუჭა დროის კარგვა
საქმის კეთების განწყობაზე.